რუსულ ოცნებასთან ბრძოლის ყველაზე ძლიერი იარაღი არის, რომ დაუპირისპირდეთ მათ პროპაგანდას. შესაბამისად, პროპაგანდასთან ბრძოლა ხდება ასე ინდივიდუალურად. ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვერდით არიან პირველ რიგში. გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრები, ის ადამიანები, ვინც იმდენად არ გამოდიან დღეს და ასევე აუხსნათ იმ ადამიანებს, ვინც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არის, აუხსნათ იმ არგუმენტებით ველაპარაკოთ და უთხრათ სიმართლე აი ამ ყველაფრის შესახებ. ამისთვის კი აუცილებელია, რომ ყველამ დაიწყოთ საუბარი აი ამ ადამიანებთან. შეიძლება დისკომფორტი შეგექმნათ, შეიძლება ცოტა კომპლექსები გქონდეთ უბრალოდ კამერასთან დგომის, შეიძლება პირველი ვიდეო ჩაწეროთ და ვიღაცებმა ცოტა ღიმილით, ცოტა ხუმრობით გითხრან რაღაცა აი ამ ვიდეოს შესახებ, მაგრამ აუცილებლად გააგრძელეთ. ანუ ეს ადამიანებიც მიეჩვევიან, რომ აი თქვენ ვიდეოს იღებთ. პირველი ორი ვიდეოს გადაღება შეიძლება პრობლემატური იყოს, იმიტომ რომ ვიღაცებმა უცხოდ მიიღონ, თქვენ შეიძლება ისე ვერ გაიხსნათ, მაგრამ აუცილებლად გააგრძელეთ, იმიტომ რომ ეს აუცილებელია ამ ბრძოლის მოსაგებად. შესაბამისად, ახლა წარმოვიდგინეთ ჩემსავით, რომ აი ბევრნი ვიყოთ რა, ვინც ასე ვლაპარაკობთ საზოგადოებასთან, ადამიანებთან, ჩვენს მეგობრებთან, თუნდაც ამ ეტაპზე მოწინააღმდეგეებთან, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც პერიოდის მერე ჩვენ მოწინააღმდეგეებია, შეიძლება აღარ ვიყოთ ერთმანეთის. წარმოვიდგინეთ ესე ბევრი რო აუხსნით ადამიანებს, ქოცური პროპაგანდა ჩამოიშლება, ის მათი რაღაცა ველი არის ახლა იმედზე, პოსტივიზე და მსგავს აი რეკლამებზე, რაღაცა Facebook პოსტებზე დაყრდნობილი. ახლა წარმოვიდგინეთ ჩვენ რო ბევრი ვისაუბრებთ სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა ადამიანები და აუხსნით მოქალაქეებს სიმართლეს, ახლა წარმოვიდგინეთ აი ეს პროპაგანდა უკვე ისე ძლიერი ვეღარ იქნება. ჩვენ შევძლებთ რომ აი ამ სიცრუეს, რასაც ეს შალვა რამიშვილი და სხვა პროპაგანდისტები საუბრობენ, დაუპირისპირებთ სიმართლეს და ვეთქვით ადამიანებს რეალურად რა ხდება. ანუ ეგ არის უმნიშვნელოვანესი ამ ბრძოლაში.